საუბარი უკვე ფასებზე უნდა გავაგრძელოთ. უკვე დაახლოებით ერთი კვირა შეიძლება ითქვას ამოქმედ და ეკავალთა წერტილი ბოუჯი, რომელიც შეიქმნა ეგრეთ წოდებული ფასების კომისიის მუშაობის შემდეგ, თუმცა ეს არის ერთადერთი ასე ვთქვათ გადადგმული ნაბიჯი, რაც ვიხილეთ ამ კომისიის მუშაობის შედეგად. რამდენად არის ეს გარანტია იმის, რომ ფასები შემცირდება ფასდაკლებების ხარჯზე და ზოგადად რა უნდა გაკეთდეს კიდევ ამისთვის, ან როგორი ამოუდინების სტუმართან ერთად გავაგრძელებთ საუბარს თემაზე. ვაშარი ჟამაძე, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე გვერდება. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან სტუმრად. თავის დროზე, როდესაც მიმდინარეობდა კომისიის მუშაობა, მერე დასრულდა, დასკვნა დაიდო და გაჩნდა ეს იდეა, რომ გაკეთებული იყოს ეგრეთ წოდებული სოციალური კალათი, სწორად სოციალური კალათის შეთავაზებების ამსახველი საერთოობები, გვერდი თქვენ ამბობთ, რომ ეს შეთავაზებები და ფასდაკლებებიც რეალურად ხშირად დისტრიბუციის ხარჯზე მოხდებოდა. რამდენად გამართლდა თქვენი ეს მოლოდინი დღეს მდგომარეობა? მოგესალმებით, მივესალმებით მსმენელს. რაც შეეხება უშუალოდ კომისიის დასკვნას, კომისიის დასკვნაში ძირითადად იყო აქცენტი გამახვილებული იმ ურთიერთობების პრობლემაზე, რომელიც არსებობს მიმწოდებლებსა და საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებს შორის და მათ შორის განხილვებისას ჩვენ ვიხილეთ წარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების მიერ დაყენებული საკითხები, რომელიც შეეხებოდა იმ ვალდებულებებს, რომლებიც წარმოეშვებათ. თუ რაიმე ფასდაკლება კეთდება, ზოგადად მისი 90% კეთდება სადისტრიბუციო კომპანიებისა და ადგილობრივი მწარმოებლების ხარჯზე. ანუ თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მომხმარებას რაღაცა ფასდაკლებული ხდება, ეს თავიდანვე შეთანხმებული არის, რომ სადისტრიბუციო კომპანიამ უნდა ჩაატაროს აქციები, ერთი ნაწილი და მეორე ნაწილი არის, რომ სადისტრიბუციო კომპანია იხდის დამატებით, ანუ სხვა ფორმით რაღაც კონკრეტულ თანხებს, სხვადასხვა ტერმინოლოგიით ხვდებით ამას ხელშეკრულებებში, რის ხარჯზეც შემდგომ უკვე ქსელს შეუძლია, რომ გარკვეული ფასდაკლება გააკეთოს. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ტიპის შეღავათი ამ ურთიერთობაში, რასაც შეიძლება რომ ქსელმა გაუკეთოს წარმოებასა და მიმწოდებელს, პროპორციულად და იმაზე მეტად, მათ შორის კიდევ თუ იქნება დამატებით სხვა პირობები, მიწოდების ფასში აისახება და ისახება ზოგადად უბრალოდ სამწუხაროდ ის მოცემულობა გვაქვს, რომ ეს ცვლილება ყოველთვის არის ნეგატიური და არა დადებითი. ანუ იზრდება ის მოთხოვნები და არ მცირდება და ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ყველა მწარმოებელს და მიმწოდებელს სადისტრიბუციო კომპანიას შეუძლია დღეს ნებისმიერი ქსელის მიერ ხელშეკრულების პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში დაუყოვნებლივ სტაბილურად მიწოდების დაბალი ფასის შეთავაზება. რაც ეს კომისიის მუშაობა დასრულდა, რეკომენდაციები გამოქვეყნდა და ეს ვებგვერდი შეიქმნა, თქვენ არანაირი გაუმჯობესება ურთიერთობებში არ გიხილავთ? ჩვენ და სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს ის, რომ გარკვეულმა ქსელებმა დაპირიქით არსებული პირობების გაზრდის, ანუ გადასახადების გაზრდის შესახებ მიწერეს კომპანიებს, რაც რა თქმა უნდა თავის თავში ვერ იგულისხმებს იმას, რომ ეს დადებითად აისახება ფასში და ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ დამატებით სახდელი, რომელიც შეიძლება მოთხოვოს ამა თუ იმ ქსელმა ნებისმიერ მიმწოდებელს, ის ისახება დაუყოვნებლივ ფასში და საბოლოოდ მომხმარებლისთვის ეს იქნება ნეგატიური და აქ რაღაცა კონკრეტული ფასის კლებაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იქნება იმ წარმოებლისთვის, თუ მას ეზრდება გადასახადი მარკეტის მხრიდან, ის იძულებულია, რომ ეს ყველაფერი ფასში ასახოს. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა გადასახადები დისტრიბუტორებს. გადასახადები კი, რა თქმა უნდა, დამატებით მოთხოვნები დაყენებული იქნა რიგი ქსელების მიერ, რაც საბოლოოდ მიმწოდებლისთვის არის ფინანსური ტვირთი და ისინი ამ ყველაფერს ასახავენ და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ იმეც ვიტოვებთ, რომ ეს კანონი დროულად იქნება მიღებული ის რეგულირება, რადგან საუბრობთ იმ ევროკავშირის დირექტივა, მთელი განვითარებული ქვეყნების მაგალითები, სადაც ეს ურთიერთობა დარეგულირდა და რაზეც მათ შორის საპარლამენტო კომისიის დასკვნაშია საუბარი, უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ანუ
რამე კომუნიკაცია იყო ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ რამდენიმე დღეს წინ ნახე ქსელების განცხადება კიდევ ერთხელ გაიმეორეს მათ, რომ ვერ ხედავენ საჭიროებას ურთიერთობის რეგულირების. ნახეთ, ვერ ხედავს ესა თუ ანუ ქსელი თუ რატომ შეიძლება იყოს წინააღმდეგი ესა თუ ის მხარე ამ ურთიერთობის ჩარჩოში მოქცევის. ანუ ჩვენ ხო პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ქვეყანაში გვაქვს ის პრობლემა, რომელიც ყველა განვითარებულმა ქვეყანამ გაიარა და სახელმწიფო ყველგან ჩაერია ამ ურთიერთობაში და სწორედ ამაზე არის საუბარი იმ კომისიის დასკვნაშიც, რომ ეს ამ ურთიერთობაში არის ერთი მხარე, რომელიც აყენებს ძირითად პირობებს და არ აქვს რესურსი, არც წარმოებელს და სადისტრიბუციო კომპანიას, რომ ფიზიკურად დააყენოს თანაბარი პირობები, რამაც შეიძლება რომ ბაზრის სწორად განვითარებას შეუწყოს ხელი. ანუ საჭიროების არარსებობა, ანუ პირიქით წლები ამაზე ყველა სექტორი საუბრობს და წინააღმდეგია მხოლოდ რითეილი. ანუ აქ თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ თანხა გადაიხადოს დროულად და ეს იყოს გაწერილი, რატომ უნდა იყოს პრობლემა იმ რეგულაციის არსებობა. თუ ჩვენ საუბრობთ იმას, რომ ეს არის უსამართლო პრაქტიკა, მაგალითად, როდესაც ახალი მაღაზიის თანხას ახდევნებს ადრე რემონტის ხარჯი ერქვა თუ რა, არ აქვს მნიშვნელობა. ეს ამა თუ იმ გადასახადის რისი საერთაშორისო პრაქტიკაც ხატავს, რომ ეს არ შეიძლება არსებობდეს მსგავსი ტიპის გადასახადი, რა პრობლემა თუ ისედაც არ არსებობს ამ ურთიერთობაში დღეს საქართველოში, ხო? ანუ აქ ჩვენ არ საუბრობთ, რომ ისეთი ტიპის რეგულაცია უნდა მივიღოთ, რამაც რიტეილს ზიანი უნდა მიაყენოს. უბრალოდ ეს რეგულირება თალსახად ხელს შეუწყობს ბაზარზე ჯანსაღი, კონკურენტული და სამართლიანი გარემოს დამკვიდრებას და არა იმ ფორმით არსებობას, რა ფორმითაც დღეს ჩვენ გვაქვს და სწორედ ამიტომ ჩაერია ყველა განვითარებულ ქვეყანაში, მაგიტომაც არსებობს თუნდაც ის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც იმ რეალობას არის მორგებული, რა რეალობაც ამა თუ იმ ქვეყანაში არსებობდა, სადაც ეს კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ იყო მიღებული და სწორედ ისინი დაავალდებული, სწორედ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან არის რეგულირებული. დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, ჩვენ რასაც ვიცნობთ მოახლეს ისტორიას, როდესაც ეს საკითხი ის თავის დროზე რომ მიღებულიყო, დღეს ეს მოცემულობა არ იარსებებდა ამ ფორმით და ბევრად უფრო ჯანსაღი და სტაბილური გარემო იქნებოდა მომხმარებლისთვისაც და იმ ფასებისთვისაც. ანუ ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს რეალურად, რომ რადგან უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც ეს საკითხი დადგა, წამოიწია ამ შემთხვევაში თელმა კომისიამაც კი იმუშავა იმის სათქმელად, რომ რეალურად თურმე ეს კანონმდებლობა საჭიროა, რომელიც არსებობდა და არ მიიღეს. თუმცა ამის შემდეგ კვლავ მინელდა ეს ისტორია და კვლავ არავინ არ საუბრობს ამ კანონმდებლობის მიღებაზე. რას უკავშირებთ თქვენ ამას? ხომ არ ფიქრობთ, რომ რიტეილის ლობი ზედმეტად ძლიერია იმისთვის, რომ ეს კანონმდებლობა მიღებულ იქნას? ნუ, ბოლო კომუნიკაცია ჩვენ რაც ჰქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან, იყო რომ მიმდინარეობდა ჩარჩო დოკუმენტზე მუშაობა და ჯერ არ იყო ისე მომზადებული ეს დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომ მისი გაზიარება შესაძლებელი ყოფილიყო სექტორისთვის და სექტორის წარმომადგენლების იქნებოდა წარმოებელი თუ დისტრიბუტორი თუ რიტეილი. ჩვენ და სამწუხაროდ ამ კომუნიკაციის შემდგომ და მით უმეტეს, როდესაც ხედავთ, რომ ეს უკვე საკმაოდ დიდი დრო გადის და თითოეულ დღეს შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს ამ პროცესების სწორად გაგრძელებისთვის, ჯერ ამ ეტაპისთვის არ აგვაქვს იმედს ვიტოვებთ, რომ მალე გვექნება და არ მოხდება ისე, როგორც გასულ პერიოდში, როდესაც მაშინ ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების და გამო ამ კანონპროექტის განხილვა გაჩერდა, სამუშაო პროცესი გაჩერდა და დღემდე თაროზე იყო შემოდებული სანამ პირობითაც საპარლამენტო კომისია გააგრძელებდა ამაზე მუშაობას და ზუსტად ეხაც თაროზეა შემოდებული. ნუ იმედია რომ რაღაცა და დროის უმოკლეს დროში რაღაცას ვიხილავთ დოკუმენტის სახით, რომლის სრულყოფაც შემდგომ ეტაპობრივად შესაძლებელია. კომუნიკაცია ჭერჭერობით არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით ბოლო კომუნიკაციის შესაბამისად ეკონომიკის სამინისტრო თქვა რომ მუშაობს ამ საკითხზე და იმ დოკუმენტზე, რომელიც შემდგომ უკვე გასაცნობად გამოგვეგზავნება. ვადების შესახებ ინფორმაცია არის. ვადებზე სამწუხაროდ არ გვაქვს და თითოეული დაგვიანებული დღე უნდა აღინიშნოს, რომ
კიდევ უფრო ნეგატიურად მოქმედებს იმ ფასზე, რა ფასიც მომხმარებელს საბოლოოდ აქვს. აქ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, არ ვსაუბრობთ რაღაცის გაიაფების შესაძლებლობაზე, ამ რეგულაციით ეს არის ჯანსაღი სამართლიანი გარემოს განვითარების, ანუ კონკურენტული გარემოს სწორად განვითარების შესაძლებლობა, რომელიც საბოლოოდ დადებითად მის ფასის სტაბილურობას შეუწყობს ხელს, თუ რა თქმა უნდა ისეთი დამატებითი გარემოებები არ იქნა, გარე ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება არსებითად ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს. ნახეთ, აქ მთავარი პრინციპი გახლავთ ერთი, რომ პირობითად კურსი სტაბილურია, არ არსებობს საერთაშორისო მომწოდებლების მხრიდან თქვათ მოცემულობა რომ გაძვირდეს ფასი, საერთაშორისო გადაზიდვა არ გაძვირდეს, მაგრამ თუ ქსელი აწესებს დამატებით გადასახადს, ეს მაინც ნებისმიერ შემთხვევაში აისახება ფასში. ამ კონტექსტში ხა რაც ვსაუბრობთ, აი თუ შევხედავთ საგარეო ფაქტორებს, საწვავის ფასი გაზრდილია და ბუნებრივია ეს რაღაც თვალსაზრისით აისახა ფასებზე, თუმცა მეორე მხრივ ლარის კურსი ქვევით მოდის, რაღაც თვალსაზრისით ეს გადმოწონის, ხო? აბალანსებს ერთგვარად. ეს აბალანსებს კიდეც ეხლა საბოლოო ჯამში, ხო, ანუ ამას მოლოდინებსაც კითხავთ, მაგრამ აი მაგალითად, როდესაც ეს ეკალათა გოვჯი ჩაირთო და ჩვენ ირაკლი ლექვინაძეს ვესაუბრებოდით პირდაპირ ეთერში, მან თქვა, რომ რეალურად მე ვკითხე რა არის ამ ვებგვერდის მიზანი საბოლოოდ, როგორ უნდა შეუწყოს მან ხელი იმას, რომ ფასები გაიაფთეს, იმიტომ რომ რეალურად ხო ეს იყო მიზანი მთელი ამ კომისიის შექმნის და ყველაფრის. მან თქვა ესეთი რაღაცა, რომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ იმის გამო რომ საჯაროა ეს ყველაფერი და საჯაროდ თავსდება ამ მაღაზიების შეთავაზებები, ისინი უფრო მეტად კონკურენტულები გახდებიან ერთმანეთის მიმართ და ასე ვთქვათ, საბოლოო ჯამში ესე გამოვიდა, რომ აზარტში შევლენ, რომ რაც შეიძლება კარგი შეთავაზებები გააკეთოთ, თუმცა ეხლა თქვენ რომ გისმენთ, გამოდის, რომ ეს აზარტში შესვლა რიტეილერების მხრიდან ცალსახად გაივლის კვლავ დისტრიბუტორებისთვის დაწესებულ გადასახადებზე? თუ რიტეილი, კი ბატონო, თუ რიტეილი აკეთებს მეტ ფასდაკლებას, ანუ მეტს თხოვს და იღებს დისტრიბუტორისგან. ეს მუშაობს ესე, ეს მთლიანად აქციის 90%. ანუ რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტიპის ვებგვერდი იქნება ეს აპლიკაცია თუ ასე შემდგომ, იმისთვის რომ მომხმარებელს უბრალოდ შეეძლოს, ჯერ მომხმარებელმა ისედაც იცის ფასები ჩვენმა მოსახლეობამ, როდესაც მაღაზიას ირჩევს თუ ასე შემდგომ, სად უნდა შევიდეს, ძირითადად გაცნობილია იმ საფასო პოლიტიკას და გარკვეულწილად ინფორმაცია ისედაც აქვს, მაგრამ ნუ ნებისმიერ პლატფორმა რამაც შეიძლება დადებითად ხელი შეუწყოს, რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ მთლიანობაში ამ პლატფორმამ შეცვალა კი რეალურად ის მოცემულობა, რაც აქამდე იყო, მაგალითად. ალბათ დიდად ვერ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. მოლოდინი როგორი გაქვთ ფასებთან მიმართებაში, ხა ამ კვირის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს ინფლაცია, თუმცა რადგან დაჩქარებული იყო წინა პერიოდში, სავარაუდოდ ახლაც დაჩქარებული იქნება იმის გამო, რომ საწვავის ფასის მნიშვნელოვანი კლება ჯერჯერობით არ გვინახავს. თქვენი მოლოდინი როგორია ფასებთან მიმართებაში? იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც არის ახლა საგარეო თუ საშინაო. ნუ როგორც ესეთი რაღაც არსებითად ნეგატიური მოლოდინი ამ ეტაპისთვის კომპანიებს არ გააჩნიათ ფასებთან მიმართებაში, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება უახლოეს პერიოდში იყოს, რამაც შეიძლება მომხმარებლისთვის ხელშესახებად ესა თუ ის პროდუქტი გააძვიროს და იმეც ვიტოვებთ, რომ პირიქით დადებით ნიშნულებზე გადავალთ ამა თუ იმ მიმართულებით იქნება ეს საწვავი თუ ასე შემდგომ და გლობალურად არ გაძვირდება ესა თუ ის პროდუქტი, იმიტომ რომ ჩვენ დაუყოვნებლივ ასახვა ხდება, მოდი ესე ვთქვათ, ნებისმიერი გაძვირების და რაღაც ძველ ნიშნულზე დაბრუნება პრაქტიკულად შემდგომ უკვე შეუძლებელი და რიგ შემთხვევაში საზოგადოებას, როდესაც შეიძლება უჩნდებოდეს ამა თუ იმ პროდუქტის ფასთან მიმართებაში, რომელიც გლობალურად გაძვირდა საერთაშორისო ბაზარზე და შემდგომ თქვათ დაიკლო რატომ არ მოხდა ამის შემდგომი ასახვა, ამას კიდევ ემატება ის გარემოებები, რომ რაღაცა მიმართულებით იქ ადმინისტრაციული ხარჯი გაიზარდა, იქ დამატებით ქსელმა მოთხოვა გადასახადი, იქ საბანკო პროცენტი გაუძვირდა თუ ასე შემდგომ, ანუ ყველა ეს კომპონენტი საბოლოოდ შემდგომ აბალანსებს რიგ შემთხვევაში იმ ფასისულებს, რომ შეინარჩუნოს იგივე ფასის ნიშნულზე. ანუ მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობთ,
ყველაფერი კარგად რომ იყოს, თუ ქსელი გადასახადს ზრდის, ეს მომხმარებლისთვის ფასის ზრდა. ანუ ამ შემთხვევაში ფასის ზრდის ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ ქსელის მეტი გადასახადი ამ სიტუაციაში? არა, ნახეთ, ჩვენ ვამბობთ, რომ არ არსებობს რაღაც კონკრეტული ისეთი მოლოდინები, რამაც შეიძლება არსებითად ნეგატიურად იმოქმედოს ფასზე და არ ვსაუბრობთ, რომ ესეთი არ იარსებებს, ხო? უბრალოდ მოლოდინი არის, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება თუ რამე გლობალური ის. ამას ვამბობ, ანუ ამ სიტუაციაში როცა განსაკუთრებული ზოგადად არსებითი ცვლილება ფასებზე ნეგატიური კუთხით არ იქნება და მომხმარებელს არ გაუძვირდება ესა თუ ის პროდუქტი, რომელიც ისედაც საკმაოდ გაცვირია. რომელიც ისედაც საკმაოდ ძვირია ჩვენ და სამწუხაროდ. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. დიახ. მადლობა თქვენ და კიდევ ერთხელ ამ ეთერის საშუალებით მოუწოდებდით შესაბამის კომისიას თუ აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რომ ის, რასაც სექტორი ითხოვს გადაადგილების და იმ ლოგისტიკურ პრობლემებიდან გამომდინარე, იქნება ეს გაბარიტულ სატრანსპორტო საშუალებების შეზღუდვა თუ დილის საათებში და საწვავთან ერთად და ბეტონთან ერთად რატომ არ უნდა კონდეს სურსას გადაადგილების შესაძლებლობა და იქნება ეს პარკირების საკითხი. მაგრამ დიდ ქალაქებში უკვე პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, შესაბამის საპარკინგო სივრცეები არ არსებობს და კარგი იქნება თუ იქნება ეს ბათუმი, ქუთაისი და შემდგომ მithumetes, როდესაც სახდელის გაზრდაზე, ანუ ჯარიმის გაზრდაზე საუბარი ბიზნესისთვის ეს ტვირთიც კიდევ დამატებით შეიძლება ის. რა თქმა უნდა, ნებისმიერი გამოწერილი ჯარიმა კომპენსირდება ფასში. კი ბატონო. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან სტუმრად. ლაშარი ჟამაძე დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე გახდათ. სტუმრად საუბრობდით ფასებზე და ფასებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე.